მოდით დღეს ვისაუბროთ ძალაუფლებაზე. ოღონდ არა ისე, როგორც ამას სკოლაში ან წიგნებში გვასწავლიან. დავივიწყოთ ძალა და ავტორიტეტი. ეს არის სტრატეგიული თამაში, სადაც თავარი იარაღი არა მუშტი, არამედ გონებაა. მოდით ჩავშალოთ ეს იდეები. აი მთავარი კითხვა, რომელზეც ფაქტობრივად ყველაფერი დგას. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რა არის რეალური გავლენა? ამ ანალიზის მიხედვით ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა აღქმისა და ფსიქოლოგიას თამაშია. ანუ, მნიშვნელოვანი არა იმდენად რას აკეთებ, არამედ ის თუ როგორ აღიქვამენ შენს ნაბიჯებს ხვები. კარგით, პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი შენი იმიჯი. ძალაუფლების თამაში იწყება არა მოქმედებით, არამედ იმით, თუ როგორ აგებს შენს საჯარო პერსონას. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამ, ჯერ უნდა განსაზღვრო, ვინ ხარ სხვების თვალში. აქ პირდაპირ ხედავთ 25 კანონს, ხელახლა შექმენი საკუთარი თავი. არჩევანი ფუნდამენტურია, ხომ ხვდებით? ან შენ თავად ძერწავ შენს იდენტობას, ისეც როგორიც გინდა რომ იყო, ან უბრალოდ ირგებ იმ როლს, რომელსაც საზოგადოება გაძლევს. და გახსოვდეთ, თუ შენს ამბავს თავად არ დაწერს, ხვები დაგიწერენ და დამიჯერეთ ის ვერსია ნაკლებად მოგეწონებათ. ეს ციტატა 21 კანონის პირდაპირი ახსნაა. მოაჩვენე თავი მე ამიტად, რომ მახეში გააბა სულელი. რას ნიშნავს ეს? რომ ინტელექტუალური შენიღბვა უძლიერესი იარაღია. როცა შენი მოწინააღმდეგე ფიქრობს, რომ შენზე ჭკვიანია, ის კარგავს სიფხიზლეს, აღარ გთვლის საფრთხედ და სწორედ მაშინ ხდება ყველაზე დაუცველი. ეს ხომ სუფთა მაგიაა, არა? როცა სხვები ხედავენ შენს ოფლსა და წვალებას, შენ მათთვის ჩვეულებრივი მოკვდავი ხდები. მაგრამ თუ შენი წარმატება მსუბუქი და ბუნებრივი ჩანს, თითქოს არაფერი დაგჭირვებია, აი მაშინ იქმნება რაღაც ღვთაებრივი ნიჭის აურა და შენი მეთოდები ის შენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს. კარგით, იმიჯი მოვაწესრიგეთ. რა არის შემდეგი? პოზიცია. იმიტომ რომ ნამდვილი ძალა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ ვინ ხარ, არამედ იმაზეც თუ სად გახარ სხვებთან მიმართებაში. ეს არის სტრატეგიული პოზიციონირების ხელოვნება. ეს სქემა იდეალურად ხსნის მე-20 კანონს. ნურავის შეჰფიცავ ერთგულებას. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ხიდი ორ მეომარ ბანაკს შორის. თუ ერთ მხარეს აირჩევ, მეორე ავტომატურად შენი მტერი ხდება. მაგრამ თუ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებ, ორივე მხარეს დასჭირდები. ორივე შეეცდება შენს გადმობირებას, რაც გაძლევს ძალაუფლებას ორივეზე. ეს ერთი შეხედვით უცნაურად ჟღერს, არა? დანებება. მაგრამ დაფიქრდით, როცა აშკარად სუსტი ხარ, ღირსებისთვის ბრძოლა ხშირად უბრალოდ თვითგანადგურებაა. ტაქტიკური დანებება კი სისუსტე კი არა, სტრატეგიული იარაღია. ის გაძლევს დროს, რომ გადაჯგუფდე, ძალები აღიდგინო და უკეთეს მომენტს დაელოდო. ეს მეტაფორა ამგონი ყველაფერს ამბობს. ეს 23 კანონია, ძალების კონცენტრაცია. შენი ენერგიის გაფანტვა 10 სხვადასხვა მიმართულებაზე უბრალოდ გფიტავს და შედეგიც ნულოვანია. გამარჯვებისთვის საჭიროა მთელი რესურსის ფოკუსირება ერთ გადამწყვეტ წერტილზე. ინტენსიობა ყოველთვის ჯობია ზედაპირულობას. და მივედით მესამე სვეტთან. იმიჯი გვაქვს, პოზიციაც სწორია, დადგა მოქმედების დრო. მაგრამ როგორ? ეს არ არის ნებისმიერი მოქმედება. ეს არის ქირურგიული სიზუსტის, სითამამისა და რაც მთავარია, უნაკლო რეპუტაციის შენარჩუნების ხელოვნება. აქ ფსიქოლოგიაა მთავარი. ეს 22 კანონია. იმოქმედე თამამად. ნებისმიერი ეჭვი ან სიფრთხილე მოქმედებისას სხვების თვალში სისუსტეთ აღიქმება. თამამი, თავდაჭერებული ნაბიჯები კი, აი ეს, შისბადებს, აბნევს მოწინააღმდეგეებს და ფიქრის დროსაც არ უტოვებს მათ. 29 კანონი გვასწავლის. თამაშის ბოლო თავიდანვე უნდა იცოდე. როცა მკაფიოდ იცისაით მიდიხარ, დროებითი წარუმატებლობა ემოციებს ვეღარ გაკონტროლებინებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იცოდე, როდის გაჩერდე. ბევრი სწორად გამარჯვების ეიფორიაში კარგავს ყველაფერს, რადგან ფინიშის ხას ვეღარ ხედავს. ამას სუფთა ხელების სტრატეგიასაც ეძახიან 26 კანონს. იდეა მარტივია. თუ რამე უსიამოვნო ან საკამათო საქმეა გასაკეთებელი, შენ თვითონ არ უნდა გაისვარო ხელები. იპოვი შუამავალს, ვინც ამას გააკეთებს, შენ კი შენ უბიწოების ნიმუშად რჩები და რეპუტაციას ინარჩუნებ. კარგით, მოდით ახლა ეს სამი ნაწილი, იმიჯი, პოზიცია და მოქმედება ერთ დიდ სურათად დავაწყოთ. რა გამოდის? სტრატეგიის აზროვნების სტილი. ეს არის ფილოსოფია, რომელიც ცივ გონებასა და შორს მჭვრეტელობას ეფუძნება. დავიმახსოვროთ. პირველი ბრძოლის ველის სხვების გონება. სანამ ერთ ნაბიჯს გადადგამ, შენზე წარმოდგენა უკვე შექმნილია. ანუ შენი იმიჯი არის შენი ყველაზე ძლიერი იარაღიც და ყველაზე საიმედო ფარიც. მეორე პრინციპი მოთმინება, ოღონდ ეს უმოქმედობას არ ნიშნავს. არა, ეს არის უნარი დაელოდო იმ ერთადერთ იდეალურ მომენტს დარტყმისთვის. ეს არის ძალა, რომ დღეს დათმო იმისთვის, რომ ხვალ ბევრად მეტი მოიგო. და ბოლოს, როდესაც მომენტი დგება, სითამამე, ყოყმანი დაუშვებელია. მოქმედება უნდა იყოს ისეთი სწრაფი და გადამწყვეტი, რომ მოწინააღმდეგეს პასუხისგაცემის სურვილიც კი დაუკარგოს. და აი, ამ პროვოკაციული კითხვით ვასრულებთ.
ამ სტრატეგიების მორალურ მხარეზე პასუხი ალბათ ყველამ თავად უნდა იპოვოს. ეს წესები ტირანის სახელმძღვანელოა თუ უბრალოდ იარაღები ამ რთულ სამყაროში გადარჩენისთვის, ამაზე დაფიქრება თქვენთვის მომინდვია.